მოგესალმებით საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხზე. ეს გახლავთ გადაცემა მედიცინა შენსენაზე და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი რადიოლოგი და ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ირაკლი თორთლაძე. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირიქით, მადლობა თქვენ რომ დაგვითმეთ ესეთი ძვირფასი დრო. როგორც ვიცით, 21 საუკუნე გამოწვევების საუკუნეა მედიცინაში და მათ შორის რადიოლოგიაშიც. თითქოს დიაგნოსტიკა წარმოუდგენელი გახდა ამ სფეროს გარეშე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით? მადლობა კითხვისათვის. თანამედროვე მსოფლიოში რადიოლოგია წარმოადგენს ერთ-ერთ პროგრესულ, მნიშვნელოვან დარგს. უნდა აღნიშნოს, რომ ის კი ვითარდება როგორც ინტელექტუალურად, ვითარდება ასევე ტექნოლოგიურად და გარკვეულწილად ეს გახდა ფლაგმანი ბევრი სამედიცინო დარგის მიმართულების და პაციენტების მართვის ნაწილში ძალიან დიდი როლი უჭირავს. გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ დამოკიდებული გახდა მედიცინის სხვადასხვა დარგი ჩვენ ამ რადიოლოგიის მიმართულებაზე და გახდა ეგრეთ წოდებული ფილტრის როლს ასრულებს ის პაციენტების მართვის ნაწილში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი დეპარტამენტში რადიოლოგიური მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ასევე გეგმიურად პაციენტების მართვის ნაწილში, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელი როლი უჭირავს განსაკუთრებით ქირურგიული, მასშტაბური ქირურგიული ოპერაციების ნაწილში, პერიოპერაციულ მენეჯმენტში მას ფასდაუდებელი როლი აქვს. უნდა აღნიშნოს, რომ სოფლიოშიდაც მსგავსი ტენდენცია გვაქვს, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიურ ეპოქაში ეს აღარ არის უცხო, რომ სამეთოდაცეულები აღჭურვილი უნდა იყვნენ მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით, საუბრობ კომპიუტერ ტომოგრაფებზე, მაგნიტურეზონანსულ ტომოგრაფიაზე, აღარ საუბრობ ულტრაბგერით კვლევის აპარატებზე და ტრადიციულ რენტგენოლოგიურ კვლევაზე და უნდა აღნიშნოს, რომ ჩვენი როლი, რადიოლოგების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა პასუხისგებლობა ამ ხელმისაწვდომიდან გამომდინარე აირჩიო ის რადიოლოგიური მეთოდი, რომელიც ოპტიმალური იქნება თითოეული პაციენტისათვის. საინტერესოა გარდამტეხი მომენტი რა იყო საქართველოში ამ დარგის განვითარების. მიხეილ გედევანიშვილი იყო პიროვნება, რომელმაც 1897 წელს თავისი სახსრებით ევროპიდან ჩამოიტანა პირველი რენტგენის აპარატი. ეს მუზეუმიც გვაქვს ამ პიროვნების და მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჩართულობით 125 წლის იუბილე გადავიხადეთ ამ პიროვნების და ძალიან კარგი კონფერენცია ჩატარდა, სამდღიანი სიმპოზიუმი. მე გახლით ამ კონფერენციის ერთ-ერთი თანაავტორი, ასე ვთქვათ, თანაორგანიზატორი და შემიძლია ამაყები უნდა ვიყოთ, რომ 95-ში აღმოაჩინეს სიქსხივები და უკვე 97-ში რენტგენის აპარატი ჩვენს ქვეყანაში არსებობდა და დაიწყო ისტორია მალევე. მართლაც საამაყოა ესეთ მოკლე პერიოდში უკვე ჩვენს ქვეყანაში ამ აპარატის არსებობა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ საუნივერსიტეტო კლინიკებზე. როგორც ვიცი, ძალიან დიდი წვლილი აქვთ ესეთ კლინიკებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კერძოდ რადიოლოგიის განვითარების მხრივ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებში სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ 2 წელიწადში რომ ჩვენთან შემოვიდა რენტგენის აპარატი, ეს იყო გამარჯვება და უნდა აღნიშნოს, რომ გამოფენებზე დავდივართ, ხშირად კონფერენციების მონაწილე ვართ, ამაზე შემდგომ უკვე ვისაუბრებთ. როგორც კი შემხებლობა გვექნება ახალ აპარატთან, როგორც კი ვნახავთ, რომ ახალი შესაძლებლობის მქონე აპარატურა გამოვიდა სამედიცინო ბაზარზე, ჩვენი უნივერსიტეტი ჩართული ამ ნაწილში, რომ მაქსიმალურად ფეხი აუწყოთ და მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კლინიკებში და მათ შორის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დგას უახლესი სამედიცინო აპარატურა. ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისის მიწოდების ხარისხთან ჭიდილში, ესე ვთქვათ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას აქვს განსაკუთრებული როლი ჯანდაცვის სექტორში, პაციენტების მართვის მენეჯმენტში პირველად რგოლს წარმოადგენს და რადიოლოგია არის კარიბჭეს მაგვარი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მოდინება პაციენტების შემოდინება კლინიკაში მაქსიმალურად რომ გამტარიანი
იყოს კლინიკა, გვჭირდება კარგი რადიოლოგიური აპარატურა, დროის მენეჯმენტის მიმართულების ხარისხთან მიმართებაში, რადგან კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს დარგი აღარ არის მარტო დიაგნოსტიკური. ჩვენ გადავდივართ, შევედით მკურნალობის ასპექტში. შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ ჩვენს კლინიკაში რადიოლოგიური სფერო იმდენად მაღალ დონეზეა განვითარებული, რომ ძალიან წარმატებით ვამენეჯმენტებთ ინტერვენციული რადიოლოგიის მიმართულებასაც. მოგეხსენებათ, ეს დარგიც, ეს მიმართულებაც დინამიკურად ვითარდება, ძალიან პროგრესულად მიმდინარეობს და ჩვენი უნივერსიტეტის კლინიკებში სამედიცინო აპარატურა გვეხმარება, რომ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ჩავერთოთ ამ პაციენტების მართვის ამ რთულ ფერხულში. დიახ. მნიშვნელოვანია ასევე ისტორიას მოკლედ შევეხეთ. უშუალოდ კვლევებზე რო ვისაუბრებთ, რა სახის კვლევები არსებობს, როგორც ვიცით, მრავალი სახის კვლევა არსებობს ზოგადად რადიოლოგიაში. ჯერ ვისაუბროთ რა სახის კვლევები არსებობს და შემდეგ როგორ უნდა გადაწყვიტოს ექიმმა დაუშვათ რომელი კვლევა ჩაატაროს კონკრეტულ პაციენტთან. მადლობა კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით. რაც შეეხება კვლევების ნაწილს, ჩვენ ვსაუბრობთ მაიონებელ გამოსხივების დაფუძნებულ კვლევებს, საუბარია პირველ რიგში ტრადიციულ რენტგენოლოგიურ კვლევებზე და კომპიუტერ ტომოგრაფიაზე და ვსაუბრობთ ულტრაბგერით კვლევაზე, აბსოლუტ უსაფრთხოზე, ამ ეტაპზე უკვე ჩვენებები არ არის აფიქსირებული, ესე ვთქვათ, და მაგნიტურიზმულ ტომოგრაფიაზე, სხვა რადიოლოგიურ კვლევებზე თვითონ მოგვიანებით. ახლა რაც შეეხება არჩევის ნაწილს. მძლავრი ორგანიზაცია არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელიც აყალიბებს სტანდარტებს რადიაციულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში და მთავარი ნაწილი უჭირავს სამედიცინო მსახურების სფეროში რადიაციულ უსაფრთხოების საკითხს. ექიმმა უნდა დასვას კითხვა თუ რა ჭირდება, ასე ვთქვათ, რაზე აქვს ეჭვი, მარტივად ვთქვათ, რა პათოლოგიის ამოცნობა უნდა, რა მიმართულებით უნდა პაციენტის შეფასება ზოგადად და უკვე რადიოლოგმა, ეს კანონმდებლობით არის გაწერილი, რომ რადიოლოგმა უნდა გადაწყვიტოს ამ კითხვაზე პასუხისათვის, ამ პათოლოგიის შეფასებისათვის, რომელი რადიოლოგიური კვლევა არის მიზანშეწონილი. ჩვენ რადიოლოგები პასუხისმგებელი ვართ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო რადიოლოგიურ კვლევას მივანიჭოთ უპირატესობა და ეს არის ულტრაბგერითი კვლევა, რა თქმა უნდა და ეს დამოკიდებულია სისტემების მიხედვით, რა თქმა უნდა, ეს არის ბევრ ასპექტზე დამოკიდებული, გადაუდებელ შემთხვევების სხვა მენეჯმენტი აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ გეგმიურ პაციენტებს, შედგება სხვა ალგორითმი აქვს, თუმცა პრიორიტეტს ვანიჭებთ უსაფრთხო რადიოლოგიურ კვლევებს და როდესაც საქმე შეეხება მაღალ ტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებს ან მაიონიზებელ გამოსხივებას ან შეხედულობაში, ასე ვთქვათ, შეხედულების რადიოლოგიურ კვლევას, ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავიცვათ დასაბუთების ოპტიმიზაციის და ნორმირების პრინციპები და რაც შეიძლება მაქსიმალურად მისაღწევ დონემდე დავიყვანოთ, ასე ვთქვათ, დასხივება ინდივიდუალური პროტოკოლების შევქმნათ და მივიღოთ ის შედეგი, რა თქმა უნდა, ხარისხის შენარჩუნებაზეა საუბარი. თუ ინფორმაცია ვერ მივიღეთ და ვერ შევაფასეთ, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენს ძალისხმევას აზრი ეკარგება. ვსაუბრობ, რომ მაქსიმალურად ჩვენ ინტელექტუალური შესაძლებლობიდან გამომდინარე შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო რადიოლოგიური პროტოკოლი. და მე მინდა სიამაყით გამაცხადო, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში სადოქტორო ნაშრომი ამ მიმართულებით უკვე დასრულებულია და ჩემი სადოქტოროც ამასთან დაკავშირებით არის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო და გამოვიკულიოთ პაციენტები და შევეცადოთ, რომ ის პოპულაციური დასხივების დონე, რომელმაც სამწუხაროდ ძალიან მაღალ დონეზე აიწია, მოგეხსენებათ, რომ COVID-თან დაკავშირებით იყო ძალიან რთული გამოწვევები მედიცინაში. ეს მდგომარეობდა, რომ მე მესმის, არ იყო სათადო განათლება, არ იყო, თქვათ, დადგენილი, ასე ვთქვათ, როგორ დამენეჯმენტებული იყო ამდენი ზღვა, ნაკადები იყო, მოგეხსენებათ და მაშინ აი ძალიან კარგად გამოჩნდა რადიოლოგიის როლი. კარიბ ჭესავით ფილტრავდა პაციენტებს და მოდი მარტივად რო ვთქვათ, რიგ შემთხვევებში ხელოვნური ინტელექტის ასეთი სწრაფი განვითარება ჩვენთვის მარჯვენა ხელად იქცა, ხო? მეტნაკლებად განსაკუთრებით რადიოლოგიაში მოდი მარტივად რო ვთქვათ, არის ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტზე პრაქტიკულად დამოკიდებულები გახდნენ. უნდა აღნიშნოს, რომ ეს ასე ვთქვათ, ინდივიდუალური პროტოკოლებით მუშაობა
მიღება და სწორად შეფასება, რომელი რადიოლოგიური კვლევა გამოვიყენოთ კონკრეტულ შემთხვევებში არის ჩვენი პასუხისგებლობა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყოველ წამს დავფიქრდეთ, რომ ეს იარაღი, რასაც ქვია რადიოლოგიური კვლევა, მაიონების გამოსხივების დაფუძნებული კვლევა გამოვიყენოთ სწორად. დიახ. რადიაციულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდით და ხშირად გყავს პაციენტები, რომლებსაც ეშინიათ ესეთი კვლევების ჩატარება. მინდა რომ ესეთ პაციენტებს მიმართოთ და უთხრათ, რომ სულადაც უსაფუძვლოა მათი შიში ამ კვლევების მიმართ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ გარკვეული დღესდღეობით ინტერნეტმა შეცვალა სამყარო, მოდი ესე ვთქვათ, სანამ მოვლენ პაციენტები და მოდიან ინფორმაცია მოძიებული აქვს, შეფასებული აქვს და სკვლასაც თვითონ წერენ და კვლევასაც თვითონ ინიშნავენ, გვესმის ეს ნაკადი. სწორად უნდა შევხედოთ საკითხს. დღესდღეობით ჩვენ ექიმები, რადიოლოგები მუშაობთ იმაზე, რომ და ვართ კომპეტენტურები ინდივიდუალურ შემთხვევებში გადავწყვეტოთ, რომელი რადიოლოგიური კვლევაა სწორი. თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, შეფასებისათვის, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია პაციენტების, ეს არის გეგმიური პაციენტები, თუ ეს არის გადაუდებელი შემთხვევებზე ვსაუბრობთ, ამ ნაწილში ჩვენ მაქსიმალურად ოპტიმალურ პროტოკოლს ვირჩევთ. შესაძლოა, რა თქმა უნდა, არსებობს დასხივება, რა თქმა უნდა, მაგრამ ის მიღებული შედეგი, რაც ჩვენ გვჭირდება, სარგებელი გადაწონის რა თქმა უნდა. აი, სწორედ ამის თქმა მინდა. და პლუს ამას დღევანდელი სტანდარტებით ესია, რომ ისედაც ზოგიერთ თანამედროვე აპარატს ინტეგრირებული აქვს სპეციალურ BMI-ის მიხედვით, მაგალითად პაციენტების სელექცია ხდება და ასე შემდგომ, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგროვილი გამოცდილებით ვცდილობთ, რომ კიდევ მეტად უსაფრთხო გავხადოთ და დღევანდელი თანამედროვე ტექნოლოგიებით ამის აქეთ იხვეწება, ამ მიმართულებით იხვეწება, რომ რაც შეიძლება მინიმალური იყოს დასკვების მაჩვენებელი. ამავდროულად დავაზუსტებ, რომ კვლევის შემთხვევაში ვსაუბრობ თქვათ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. იმ მიდამოს მაქსიმალურად გათავისუფლება უნდა მოხდეს არტეფაქტების შემცველი უცხო სხეულებისგან, მათ შორის მაგალითად ტანის ამოსისგან, რომ არ კონდეს ავტომატური პროგრამის გაშვების შემთხვევაში არ კონდეს დასკვების მაღალი მაჩვენებელი. ამიტომ პაციენტმა თუ იცის, რომ ის კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებაში და თუ მას ხვდება კვალიფიციური რადიოლოგი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს რადიოლოგიური კვლევა არის მაქსიმალურად მისთვის უსაფრთხო. თუ არის სიტუაციები, როდესაც რადიოლოგიური კვლევა არ შეიძლება, რომ ჩატარდეს პაციენტის. დავაზუსტებ თქვენს კითხვას, საუბრობთ ალბათ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ან რენტგენოლოგიურ კვლევაზე. ან მაგნიტურეზონანსურ ტომოგრაფიაზე ჩავშალოთ ცალ-ცალკე. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მაიონებელი გამოსხივებაზე დაფუძნებული კვლევების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორსულებს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ეს კვლევა არ ჩატარდეს. თუმცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ თუ არის ეს გადაუდებელი საჭიროება, ამ შემთხვევაში ჩვენ ინდივიდუალურ პროტოკოლს ვიყენებთ და კონკრეტული კითხვაზე პასუხი რო გავცეთ, ამისთვის ვარჩევთ სპეციფიურ პროტოკოლს. აი, მაგალითისთვის მოვიყვან. მაგალითად, გვაქვს ისევ ამბობ, შეიძლება ჩვენს მაყურებელს კი გაეღიმოს, მაგრამ სტანდარტული შემთხვევა, რომ აპენდიციტის შემთხვევაში, ანუ ახალგაზრდა პაციენტი გვყავს გოგონა, ახალგაზრდა გოგონა, რიგი მიზეზების გამო ვერ ფასდება ჭიაყალა ნაწლავი დეტალურად ვერ ფასდება, იქ გამონაჟონს ვერ ხედავენ და ასე შემდგომ ბევრი ნიუანსია და ქირურგი საჭიროდ თვისობ ჩატარდეს მაღალ ტექნოლოგიური კვლევა. ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს კვლევის ფართობი შევამციროთ. ანუ ჩვენ კონკრეტული მიდამოს, კონკრეტული არის სპეციფიურ არის ვიღებთ სპეციფიური პროგრამით, სპეციფიური პარამეტრებით, რაც მაქსიმალურად 10 ჯერ 50 ჯერ ამცირებს დასხივებას. ამის გარდა, თქვათ, ვსაუბრობთ ჩვენ ორსულ პაციენტებთან. ორსულ პაციენტთან ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ გაკეთდეს მაღალ ტექნოლოგიური კვლევა. იყო პერიოდის ჩვენი ქვეყნისათვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის, როცა ხელმისაწვდომობის მომენტი არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით უკვე საქართველოს ბაზარი დაფარულია სრულად, სამედიცინო სექტორი სრულად აღჭურვილია მაღალ ტექნოლოგიური აპარატურით და მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია აღარ არის დღეს გამოწვეული. ამავდროულად ჩვენ პაციენტთან ინდივიდუალური გასაუბრებით, მაგალითად თუ არის პაციენტთან გვაქვს ფარისებრის პრობლემები, მაგალითად თუ გვაქვს ფიზიოლოგიური პროცესი, ასე ვთქვათ, მარტივად ქალბატონებში, ჩვენ და ითმეს კვლევა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევარჩიოთ მისთვის უსაფრთხო პერიოდი ამ კვლევის ჩატარებისათვის. პლუს ამას გვაქვს ჩვენს კლინიკაში ეს დანერგილია კითხვარები,
სპეციალურ კითხვას აფსებს პაციენტი, მაგრამ ეს კითხვარი მარტო არ არის დაფუძნებული, თქვათ, ორსულად ხარ, თქვათ, არა ხარ, ან ქონდა თუ არა მაგალითად ფარისებრის პრობლემები, ან როდის ქონდა ბოლო ფიზიოლოგიური პროცესი და ასე შემდგომ. არა, ჩვენ საუბრობთ კოლეგებო, რომ არის დეტალურად მოკლე ინფორმაცია წარმოდგენილი, რა კვლევას ვაკეთებთ. რა არის კომპიუტერ ტომოგრაფია მაგალითად, რა უსაფრთხოების რა საშუალებები გვაქვს, თქვათ, რა არის ზემოქმედება როგორ ხდება და ასე შემდგომ და ამით მას გარკვეული მონახაზი ექნება, რომელ რადიოლოგიური კვლევაზე შედის. ამის შემდგომ ექიმი გაეცნობა, იქ ბევრი კითხვარია ჩამოთვლილი, გაეცნობა ამ დოკუმენტს, შეხედავს, გამოკითხავს დამატებით კონტრასტი, ალერგია ხო არ აქვს მაგალითად, თირკმლის პრობლემები ხომ არ აქვს და ჩვენ მისთვის ოპტიმალურ რადიოლოგიურ კვლევას ვთავაზობთ. ამავდროულად განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან დაკავშირებით. თუ პაციენტს აქვს მეტალის უცხო სხეული, ზოგ შემთხვევაში არ ფლობს ის ინფორმაციას. როცა ის არ ფლობს ინფორმაციას, ჩვენ კიდევ მეტად უფრო სენსიტიურები ვართ და მაქსიმალურად ვწდობთ, რომ აბსოლუტურად გათავისუფლებული ყოველგვარი დაფარული არისგან ჩვენ შევაფასოთ ხომ არ არის მაგალითად დამატებული ნაწიბური ხო არა აქვს ან ხო არ არის რაღაცა ისეთი ნიშანი რითაც ჩვენ ვიფიქრებთ რომ ამ პაციენტს თქვათ ოპერაცია გადატანილი და ამის შემდგომ კიდევ მეტი ჩაზუსტება გვინდა მაგალითად პაციენტები ზოგჯერ არ ამბობენ რომ თქვათ აქ ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაცია და კი ბატონო არის დღევანდელ დღეს ეს არის უსაფრთხო თუმცა მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ კარდიოქირურგთან მოხდეს გასაუბრება, მათთან ინფორმაციის შეთანხმება და შემდგომ შევიდეს მაღალ ტექნოლოგიურ კვლევას, იმიტომ რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის გეგმიური რადიოლოგიური კვლევა და 1 საათი და 2 საათი არ ცვლის ამინდს. დიახ. რა სელით ზოგადად რადიოლოგიისგან უახლოეს მომავალში, როგორც საქართველოში, ისე გლობალური კუთხით რა განვიხილოთ? რთული კითხვაა. მგონია რომ ისე სწრაფად ვითარდება ეს სფერო. ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხი, იმიტომ რომ ფიზიკურად მინდა გითხრათ რომ პირველად ჩვენმა უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 2012 წელს გამიშვა ევროპის რადიოლოგთა კონგრესზე და ყოველ წელს ამის შემდგომ ჩართული ვარ და ვიღებ მონაწილეობას თემების გზავნით და ასე შემდგომ. ყოველ წელს ასე ვთქვათ რთულია შეიცნო მისი შესაძლებლობები. ძალიან განვითარდა ეს დარგი. ეს ტექნოლოგიურმა ეპოქამაც განაპირობა ცალსახად, თუმცა უნდა აღნიშნოს რომ დღეს უკვე ბოლო პერიოდში აი ხელოვნურმა ინტელექტმა კიდევ უფრო ბევრი კითხვის ნიშანი დასვა ბევრ ასპექტთან მიმართებაში ჩვენ უფრო ეფექტიანი გავხადა ვეხმარება ავტომატიზირებული პროგრამებით ჩვენთვის დახმარება გარკვეულწილად მე უკვე მეტად კონცენტრირდებით კონკრეტულ არესთან მიმართებაში მე ვფიქრობ რომ ალბათ და არ არის ეს უცხო ხელოვნური ინტელექტი კიდევ მეტად ჩაერთვება ჩვენ სფეროში უფრო მეტად დაგვეხმარება და არ ჩაგვანაცვლებს, უბრალოდ დაგვეხმარება და მგონია რომ დაიხვეწება აპარატურა რომ კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს პაციენტისათვის. სხვა მხრივ განვითარების ძალიან მაღალ დონეზე ავიდა ультრავგერთი დიაგნოსტიკის აპარატურაც უნდა აღნიშნოს რომ ძალიან მაღალი შეფასება აქვს სხვადასხვა მიმართულებით პათოლოგიების მართვის მენეჯმენტში, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ განსაზღვრა ძალიან რთულია. თავარია რომ რაც იქნება ხვალ, ის ჩვენთანაც იყოს ხვალ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ძალიან მიხარია რომ ყოველწლიურად არაერთ კლინიკაში მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში პრაქტიკის გავლა კვალიფიკაციის ნაწილში და მიხარია რომ ჩვენს ქვეყანაში აპარატურულ ნაწილში ვარ ძალიან მყარ პოზიციებზე, მოწინავე პოზიციებზე, მარტო ის რა ღირს რომ 2020 წელს უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 640 ჭრიანი კომპიუტერ ტომოგრაფი გვედგა, ეს ძალიან დიდი გამარჯვება რეგიონში, ამბობ რომ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ ამ მიმართულებით. კი, ნამდვილად გაუცემენ ყოველ წელს ევროპის საერთაშორისო კონგრესზე რადიოლოგები ახალი აღმოჩენებით. ბოლოს მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ, როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოში, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეს ეს სფერო? რამდენიმე ასოციაციის წევრი ვარ, მომიჯნავე დარგებს გულისხმობ და ვფიქრობ, რომ რადიოლოგიის ნაწილში
ბევრი კითხვის ნიშანი არ გვაქვს. დავაზუსტებ, რასაც გულისხმობ. ჩვენ ვინც ასე ვთქვათ, დღევანდელ დღეს რადიოლოგიაში მოღვაწეობთ, ვცდილობთ რომ სტუდენტებთან დავიწყოთ, პირველი კურსიდან დავიწყოთ მუშაობა, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია ამ დარგის შესაძლებლობებზე და განვითარებაზე. შემდგომ უკვე მათთან ერთად მუშაობთ არაერთ საინტერესო პროექტზე და ამ პროექტს ვცდილობთ რომ ეს პროექტები, ეს თემები იქნება თუ кейს რეპორტები იქნება თუ იქნება თქვათ სხვა სტატიის სახით წარმოდგენილი, მათთან ერთად გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე, გულისხმობ კონგრესების ნაწილს. მათ ვცდილობთ რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენზე მეტად მყარად იყვნენ ამ დარგში და რაც ჩვენზე უფრო სწრაფად აუწყონ ფეხი მიგრარე ტენდენციებს. მე ვიტყოდი რომ დღევანდელ დღეს სტუდენტებს, რეზიდენტებს აქვს სრული შესაძლებლობა რომ ეს დარგი კიდევ უფრო განავითარონ, კიდევ უფრო წინ წაწიონ და კათედრა ამისთვის მართლაც რომ მაქსიმალურს აკეთებს. უნდა აღინიშნოს რომ განვითარების ნაწილში ალბათ ვისურვებდი რომ რაც შეიძლება ბევრი წიგნი იყოს ქართულ ენაზე. აქვს სტუდენტებს ეს გამოწვევა გვაქვს სასწავლო ნაწილში, სასწავლო პროცესში და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ უნივერსიტეტი ჩართულია, მაგრამ კიდევ მეტად გააქტიურდეს სტუდენტების გაცვითი პროგრამა ამ მიმართულებით. ზოგადად გემოვნების ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, 6 წელი აქვს სტუდენტს, რომ ჩამოუყალიბდეს გემოვნება, თუმცა მას სრულად უნდა ნახოს რომელ პროფესიას უნდა მიუძღვნას თავისი ცხოვრება. თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით, მაგრამ როდესაც ხვალ თუ ზეგ შემოაბიჯებთ ჩვენს მედიცინის უფრო ღრმად შემოიჭრებით მედიცინაში, იგრძნობთ თუ რაოდენ რთულია და მართლაც ძალიან უნდა გიყვარდეს ეს საქმე, რომ ყოველთვის იყო მზად ყოველ წამს გადადო აბსოლუტურად ყველა საქმე და იყოს სხვისი სიცოცხლის ადარაჯოსი. ამიტომ რადიოლოგია უფრო მეტად სენსიტიურია. ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს დისტანციურ ნაწილზე გადავედით, მაგრამ უფრო გართულდა ამ ნაწილში მოღვაწეობა, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უფრო მეტად ჩართულნი აღმოჩნდით, უფრო მეტად დაკავებულები აღმოჩნდით და დროის ნებისმიერ მომენტში ეს იქნება თქვა აეროპორტში ვიქნებით, კონფერენციაზე ვიქნებით თუ სახლში ვიქნებით, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩვენ ვიყოთ ამ პროფესიის გამოწვევიდან გამომდინარე ვიყოთ საჭირო. მე მგონია რომ ახალგაზრდები დღევანდელ დღეს დადებენ შედეგს, კარგ შედეგს და მარტო იმის აღნიშვნა რომ ევროპის ბოლო კონფერენციაზე, ევროპის რადიოთა კონგრესზე ქართველი იყო მიწვეული ერთ-ერთ სპიკერად გახსნის ღონისძიებაზე. ეს ნიშნავს რომ ახალგაზრდები კიდევ და კიდევ ასე ვთქვათ წინ წამოწევენ ჩვენს ქვეყანას და ამ დარგს უფრო მეტად შეიყვარებენ და უფრო მეტად ასე ვთქვათ განავითარებენ ვიდრე ეს შევძელით დღემდე. ძალიან დიდი მადლობა რომ ესე ამოვწურეთ მე მგონი ეს თემა. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისათვის და ვისურვებდი რომ აი ასეთი ფორმატის ჩაწერა, ასე ვთქვათ, ასეთი ამ ფორმატის საუბარი იყოს ჩვენს პროფესორ მასწავლებლებთან ერთად. ისინი უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემენ, ბუნებრივია, მოგვაწვდიან, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, 130 წელია, წელსავბილო წელი გვაქვს. ბევრ რაღაცას ერთად შევქმნით, დარწმუნებული ვარ და კარგად შევხვდებით ამ საავებილო წელს 8 ნოემბერს ყველანი ერთად აღნიშნავთ და ვფიქრობ რომ ეს დარგი ვიმედოვნებ რომ კიდევ უფრო წინა პლანზე წავა და განვითარდება. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ბოლოს მადლობა მინდა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურის მხარდაჭერისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და მოიწონეთ ვიდეო. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.